ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ადვოკატი და პარტიის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი საშელახსულების სამინისტროს განცხადებით მიმართავს და საშელახსულების სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ამავე თემას ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი გაბაშვილიც ეხმიანება. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც სასწრაფოდ სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარება საჭიროებს. ბატონი მერაბიშვილი როგორც მოთავსებულია სასჯელახსულების ნომერ 9 დაწესებულებაში, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელახსულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი მუდმივად და სისტემატურად ახორციელებს მის ჯანმრთელობაზე დაკვირვებას. მიუხედავად ამის, მის ჯანმრთელობა უფრო და უფრო ისეთ სიტუაციაში შედის, რომ მძიმდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თხოვნა სასჯელახსულების სამინისტროსადმი, რომ მისცეს ოჯახს შესაძლებლობა მოხდეს სამოქალაქო სექტორიდან კონკრეტული ექიმების შეყვანა, რათა მოხდეს მისი ჯანმრთელობის სრული გამოკვლევა, ეს იქნება ანალიზების სახით თუ სხვა ტიპის გამოკვლევა. ამავდროულად თუ ეს ვერ მოხერხდა და ტექნიკურად ეს შეუძლებელი იქნება, ამ შემთხვევაში მოგვეცეს შესაძლებლობა მოხდეს ბატონი მერაბიშვილის გამოყვანა სამოქალაქო დაწესებულებაში, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდება მისი სრული ჯანმრთელობის კვლევა. მინდა გამოვიხმაურო დღეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატების ბრიფინგს. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და გენერალური მდივანი იმყოფება პატიმრობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც დღეს ადვოკატებმა საზოგადოებას აუწყეს, უარესდება. ეს არის ძალიან ნათელი ფაქტი, მე შემიძლია დავადასტურო, როცა ის მოვინახულე რამოდენიმე კვირის წინ ეს აშკარად ეთყობოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგში არ არის. აქამდე მას თავად არ სურდა ამაზე საუბარი, როგორც ჩანს, მან მისცა ნებართვა ადვოკატებს, რომ ამ საკითხზე ესაუბრათ.